ღვინის და ყურძნის თემას გავაგრძელებთ, მართალია არჩევნების ფონზე ეს თემა ცოტა კი ჩაიკარგა, მაგრამ საქმენდივარ საკითხი არ გამორჩება, თითქმის მოლეული რთველი კახეთში და რაჭაში გაჩაღებული ყურძნის ჩაბარების პროცესი. პოლიტიკაში ჩაკარგული რთველი დეტალები საქმიან დილაში, ჩვენ ახლა სატელეფონო ხაზზე ჩაგვერთვება მერაბ შენგელია, რთველი საკოორდინაციო შტაბის უფროსის მოადგილე, ის ჩვენ გვერთვება აწყვე რაჭიდან, მე მას მივესალმები, ბატონო მერაბ, დილამშვიდობის, როგორ გესმით ჩვენი? დილამშვიდობის, კარგად. დიდი მადლობა. ძალიან მოკლედ, ვიდრე რაჭაზე გადავალ, რომ გითხრათ, მოილია თუ არა მთლიანად რთველი კახეთში უკვე და რა შედეგები იყო? ესე იგი, კახეთში რთველი ფაქტიურად დასასრულს მიუახლოვდა. სამრეწველო სახით გადამუშავებული არის 113,000 ტონა ყურძენი. მართლაც ჩამული იყო 195 კომპანია, რომლებმაც ეს რაოდენობის ყურძენი მიიღეს და გადაამუშავეს ღვინის საწარმოოდ. რაიმე შეიძლება შედარებითი სტატისტიკის ან ანალიზის გაკეთება წინა წლებთან შედარებით რა შედეგები ჰქონდა მოსავალთან და ჩაბარებასთან მიმართებაში? რამდენი კომპანია იყო ჩართული შარშან? შარშან იყო 103 კომპანია ჩართული, 110 კომპანია იყო. კომპანიების რაოდენობა გაიზარდა. ეს ყველაფერი არის გამოწვეული იმით, რომ ექსპორტის რაოდენობა იზრდება ქვეყნიდან და თითქმის გაორმაგებულია კომპანიები, ხო ბატონო მერაბ, ეგრე გამოდის? დიახ. დაინტერესება არის ყურძნის გადამუშავებაზე. იყო თუ არა პრობლემები გამოხატული მაინც ძირითადად კახეთთან მიმართებაში, რაც მე მახსოვს, იყო საუბარი ჩაბარების პრობლემებზე, ლოჯისტიკურ პრობლემებზე, რიგებზე და ამდაგვარზე. ეხლა უფრო წინასაარჩევნო თემატიკამ შეჭამა ეს ამბავი თუ აღარ იყო ეს პრობლემები, თუ იყო? როგორ არის ის დიდი და რთველი განუყოფელი ნაწილი არის ერთმანეთის. ხალხების რაოდენობა იმდენი არ არის, ყოველ სოფელში ღვინის ჩაბარება შეიძლება ის, მაგრამ პრობლემები ნაკლებად იყო, ხალხი კმაყოფილი იყო, რიგებიც ძალიან პატარა იყო და ყურძენი მოწესრიგებულად და ხარისხიანად ვარდებოდა ყველგან. გასაგებია. და რა ხდება რაჭაში? ბატონო მერაბ და ამით დაგემშვიდობებით. რა მდგომარეობაა, როგორ მიდის პროცესი? რაჭაში ახლა გუშინ დაიწყო რთველი, სურველი ალექსანდროულის და მოჯურეცულის გადამუშავების არის 18 კომპანია, რომელთა მოთხოვნილებაც არის 450 ტონა ყურძენი. ეს არის წლევანდელი მოსავლის უმეტესი ნაწილი, ასე რომ ისევე როგორც კახეთში, რაჭაშიც გადამუშავებელი ყურძენი არ დარჩება. ღვინის ქარხნებზე მინდა ვკითხო, თვითონ ღვინის ქარხნები კმაყოფილები არიან ყურძნის ხარისხით, ანუ აწვდიან სტანდარტიზებულ ხარისხს, თუ არის რაღაც პრეტენზიები ამ მიმართულებით? მიუხედავად იმისა, რომ წელს ძალიან ცუდი წელი იყო ღვინის მოსავლისათვის, ღვინის ხარისხი დამაკმაყოფილებელი. დიდი მადლობა. ჩვენ აუცილებლად დაველაპარაკებით ღვინის კომპანიებს, მერაბ შენგელიას დიდი მადლობა მისი დროისთვის. ჩვენ თვალის თემას აუცილებლად დავუბრუნდებით, თუმცა მანამდე